მოგესალმებით. როგორც იმ რეგიონის გუბერნატორი, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად უპირველესი მსხვერპლი გახდა ამ ომისა, მინდა სწორედ აქედან გორიდან შევეხმიანო პრემიერის გუშინდელ განცხადებებს. პირველ რიგში მინდა მას ვთხოვო, რომ თუ მართლაც არ მიიჩნევს თავს პოლიტიკოსას, როგორც უკვე რამდენჯერმე თვითონ განაცხადა, მაშინ იქნებ პოლიტიკურ განცხადებებს მაქსიმალურად თავი არიდოს მომავალში. მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცას სიტყვაზე გამოვაკიდო, ან მით უმეტეს შეურაცხყოფა მევაყენო. უბრალოდ ფაქტია, რომელიც ეს ადამიანი, რომელიც იკავებს ძალიან მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას, ასე აპელაციოდ აცხადებს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს დაიწყო, ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას, აზიანებს საზოგადოების ერთიანობას და აზიანებს ქვეყნის იმიჯს. ნაცვლად იმისა, რომ არაღიარების პოლიტიკას ენერგიულად ახორციელებდეს, გუშინ პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს არაადეკვატური პასუხი გასცა გამოწვევებს, რომ რუსეთის ქვედანაყოფები ჯერ კიდევ არ ქონდათ გადმოკვეთილი საქართველოს საზღვარი, როდესაც ჩვენ საბრძოლო მოქმედებები დავიწყეთ და ეს ყველაფერი თქვა იმის მიუხედავად, რომ თვით ტალიამინის კომისიის დასკვნაშიც კი, რომელიც კონიუნქტურის კლასიკაა, შავი თეთრზე წერია, რომ რეალობა სწორედ ამის საპირისპირო იყო. პრემიერმა განაცხადა, რომ თურმე რუსებმა ერთი სახლის კედელი დაანგრიეს და ჩვენ ამის საპასუხოდ დავიწყოთ ომი. მე ვეკითხები საზოგადოებას და ვეკითხები მართლ კოალიციას, ვეკითხები რესპუბლიკელებს, ვეკითხები თავისუფალ დემოკრატებს, ვეკითხები პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს. თუ სუვერენული ქვეყანა უნდა უშვებდეს ასეთ დამღუპველ განცხადებებს პრემიერის მხრიდან. თუ არ გაწუხებთ, რომ ეს გაუაზრებელი, თუ სწორედაც გამიზნული განცხადებები ქვეყანას აზიანებს. თუ მზად ხართ ქვეყანა სიძულვილს გადააყოლოთ და თუ არ სთხოვთ თქვენს ლიდერს პასუხს ან რჩევას მაინც არ აძლევთ. მართლაც კოალიციის ლიდერია ეს ადამიანი თუ ბატონი. ისევ რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს მინდა შევეხმიანო. თქვენ წლების განმავლობაში ვერ ახერხებდით საზოგადოების ნდობა მოგეპოვებინათ, რადგან ვერ იღებდით რთულ და პრინციპულ გადაწყვეტილებებს. ვერ იმეჯნებოდით კაფიოთ ბურჯანაძეს, ვერ იმეჯნებოდით ნოღაიდელს და მსგავს პოლიტიკანებს და იმის მიუხედავად, რომ ნაციონალური მოძრაობის პოპულარობა იმ პერიოდში დაცემული იყო, თქვენ მაინც ვერ მოახერხეთ, რომ ხალხის გაეგებინებინათ, რას უქადით, რა მომავალს უქადით და მოგეპოვებინათ ხალხის ნდობა. საბოლოოდ ივანიშვილის ფული აღმოჩნდა ის ერთადერთი მიზეზი, რის წყალობითაც დღეს ხელისუფლებაში აღმოჩნდით. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ წლების განმავლობაში თქვენს წარუმატებლობას დააბრალებთ ხოლმე სააკაშვილს. მოძებნეთ საკუთარ თავში ძალა და შეხედეთ რეალობას ობიექტურად. აღიარეთ, რომ საკუთარ წარუმატებლობაში წლების განმავლობაში ლომის წილი თავად მიგიწვით. და დღეს მაინც, როცა ქვეყნის ბედი თქვენს ხელშია, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საქმეს. გაემიჯნეთ მნელძალებს, გაემიჯნეთ სიძულვილს, პოპულიზმს, უპრინციპობას და არაპროფესიონალიზმს. გაემიჯნეთ, რათა სათავე დაუდოთ ნამდვილ განახლებას და არა უკუსრვლას კომუნისტურ მოუსავლეთში. მინდა განვმარტო ჩვენს მოსახლეობას და პირადად ბატონ ბიძინას. ბატონო პრემიერო, თქვენ ალბათ ჩვეულებრივი სამეფო უკან წაიღებთ ამ სიტყვებს, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი ბოდიშები აღარ იქნება შედეგის მომტანი. თქვენი განცხადებები თავის შამსაქმეს უკვე აკეთებს და გუშინ მთელი მსოფლიოს მედია გადაივსო საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელის აღიარებითი ჩვენებებით. აგერ უკვე მერამდენე თვეა, თქვენ დაკავებული ხართ იმით, რომ გაამართლოთ რუსეთის აგრესია და ნამუსი მოსწმინდოთ ოკუპანტს. სიტუაციის ცინიკურობა ისაა, რომ ამით ვერც ვერაფერს აღწევთ. ოკუპანტის ახალ-ახალი დაცინვების გარდა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ახალ მალთოხლართებს, ჯარიაშენში 30 ჰექტარიან ახალ ოკუპაციას, ვიღაც ჩინოვნიკის ონიშენკოს დონეზე დასულ პარტნიორობას და იმას, რომ უშუალო მეზობლების გარდა, რომელთაც არჩევანი არ აქვს ამ შემთხვევაში, თქვენ სოფლიოს არც ერთი ლიდერი დღემდე არ ხდებათ. თუმცა, გუშინ დიდი ყურადღება დაიმსახურა თქვენმა გამოსვლამ, იმდენად დიდი, რომ თვით ლავროვი შეეხმიანა თქვენს განცხადებებს და დაგპირდათ თანამშრომლობას სპორტში, კულტურაში და ვაჭრობაში. მართლაც ძალიან დიდი დაფასებაა თქვენი ძალისხმევისა და გილოცავთ მე თქვენ ამას. მინდა ისევ საზოგადოებას მიმართო. ბატონებო და ქალბატონებო. ნებისმიერ თავმოყარ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს გადადგომა მოუწევდა ასეთი უპრინციპო
და უპასუხისმგებლო განცხადებების შემდეგ. გაითვალისწინეთ ეს. მე მესმის ის რთული მდგომარეობა, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. მესმის, რომ საზოგადოების ნაწილში არსებობს იმედები ახალი ხელისუფლების მიმართ და არსებობს იმედგაცრუებაც ნაციონალური მოძრაობის მიმართ. მაგრამ ის, რაც ჩვენ გუშინ პრემიერისგან მოვისმინეთ, სცილდება ყოველგვარ პარტიკულარიზმს და ეს არის საზოგადოების ღირსების საქმე, რომელიც ჩვენ უნდა დავიცოთ. ეს არის ჩვენი მოვალეობა. დღეს ქართული ოცნების კოალიცია პრემიერის ხელმძღვანელობით ცდილობს, რომ სოციალისტური ლოზუნგებით და ეკონომიკურად გაუმართლებელი დაპირებებით გააბრუნოს საზოგადოება და ამასობაში კი ძირს უთხრის ქვეყნის უსაფრთხოებას და განვითარების პერსპექტივებს. არ არის ეს ქვეყანა იმდენად ძლიერი, რომ დიდხანს გაუძლოს ასეთ პოპულიზმს, მით უმეტეს, როცა ეს ტრული სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება. ჩვენ თუ გვინდა, რომ თუნდაც იმავე რუსეთის თვალში რაიმე ღირსება მართლა შევინარჩუნოთ, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებზე საზოგადოებამ აქტიური პროტესტი უნდა გამოთქვას. თუ ჩვენ მართლა ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, მაშინ საზოგადოებამ კაფიოდ უნდა დააფიქსიროს თავისი მყარი აზრი. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის, რომ 19 აპრილს სწორედ ამ რეგიონიდან, შიდა ქართლიდან ზღვა ხალხი ერთად ადგეს თბილისში და დავანახოთ თელს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ფუნდამენტური პრინციპებიდან გადახვევას ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვენი არჩევანია თავისუფლება, დემოკრატია, ეროვნული ღირსება და განვითარება და რომ ჩვენ გვჭირდება არა მესიები, არამედ ლიდერები, რომლებსაც პასუხს ვთხოვთ და ამ პასუხს მოვითხოვთ არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ ყოველდღიურად. ბევრ კარგ საქმესთან ერთად ნაციონალურ მოძრაობამ ბევრი შეცდომა დაუშვა, ბევრი არაეფექტიანი ნაბიჯიც გადადგა, მაგრამ არასოდეს უღალატია ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესებისთვის. მაგრამ შეცდომებთან ერთად პოლიტიკური ოპონენტების შავი პიარი და რუსეთის ინტერვენცია გახდა იმის მიზეზი ასევე, რომ პარტიამ წარუმატებლობა განიცადა არჩევნებში და დამარცხდა. მე მთელი გულით მივესალმებ იმას, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მოახერხა თავისი ნება გამოევლინა არჩევნებში. მაგრამ დღეს თავარი ისაა, რომ ამის შემდეგ ჩვენ წინსვლა განვაგრძობთ. მეტი პასუხისმგებლობა დავაკისროთ საზოგადოების რჩეულებს და ყველა მომდევნო არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს თავისუფლების, დემოკრატიისა და განვითარების გზაზე. ამიტომ მინდა ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოუწოდო, გაუცრუებთ ხალხს ამ იმედებს. იმოქმედებთ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ვინც პოლიტიკაში კარგად არის შეხედული, ახლავე ხედავს საქართველოს ხვალინელ ბედს, ხვალინელ დღეს, რომელიც თქვენი აი ამ განცხადების წყალობით არ გამოიყურება იმედის მომცემად. გვიკრავთ ხელს დიალოგზე. გადააყოლებთ ქვეყანას სიძულვილს. მოგიწოდებთ, რომ ყველამ ერთად ვაშენოთ ჩვენი საყვარელი ქვეყანა და ჩვენს საქმეში ჩანდეს კომპეტენცია, რაციონალიზმი და საქართველოს უანგარი სიყვარული. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ წინ მრავალი რთული წელი გველოდება. და ეს რთულები არ არის მხოლოდ ეკონომიკასთან დაკავშირებული. სამწუხაროდ, ძირითადი სირთულეები ისე უსაფრთხოებასთან იქნება დაკავშირებული. და ჩვენს რთულ გეოპოლიტიკაში მხოლოდ საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრა ის გამოსავალი, რაც უკეთეს მომავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, გახლეჩთ საზოგადოებას თქვენი უპასუხისმგებლო განცხადებებით, დაასუსტებთ ისედაც მყიფე ერთიანობას. არ გაპატიებთ ამას ხალხი და ისტორია, უბრალოდ მე ვშიშობ, რომ გვიანი არ იყოს. და ბოლოს მინდა ისევ საზოგადოებისადმი მიმართვით დავასრულო. ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა ვინმეს ან რამეს წინააღმდეგ, არამედ გავერთიანდეთ ქვეყნის ძლიერებისა და განვითარებისათვის, სოლიდარობის უნარისათვის და კონსენსუსის კულტურისათვის. არ არსებობს იარაღი ერთ მუშტად შეკრული საზოგადოების წინააღმდეგ. არ არსებობს დიალოგის ურარიან საზოგადოებაზე უფრო ბრძენი ლიდერი და არ არსებობს შემწყნარებელ საზოგადოებაზე უფრო მკაცრი მსაჯული. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს საზოგადოება გაუძლებს ამ გამოცდას და არა რომელიმე მესიად მოვლენილი ლიდერი, არამედ სწორედ ჩვენი საზოგადოება იქნება ის ძალა, რომელიც ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს განაპირობებს. დიდი მადლობა.
მე მიმაჩნია რომ ეს მოწოდება პირველ რიგში უნდა მომდიოდოს საზოგადოებისგან. მე არ მიმაჩნია რომ რაღაცა კონიუნქტურული ბრძოლა უნდა გავუმართოთ დღეს ჩვენ დღევანდელ მთავრობას. მიზეზი რის გამოც მე ეს განცხადება გავაკეთე არის ის რომ ჩვენ აუცილებელია რომ დღეს ხვალზე ვნახოთ მტკიცეთ ერთ მუშტად შეკრულ საზოგადოება რომელიც ითხოვს პასუხს ლიდერებისაგან და ლიდერები ვერ ბედავენ რომ გააკეთონ უპასუხისმგებლო განცხადებები. პრემიერ-მინისტრი დღეს გადადგება თუ ხვალ გადადგება თუ საერთოდ არ გადადგება ამას პირადად ჩემთვის არ აქვს არნაირი გადაწყვეტილი მნიშვნელობა. რასაც აქვს მნიშვნელობა ეს არის რომ მე ვხედავდე და ჩვენ ყველანი ვხედავდეთ როგორ ითხოვს საზოგადოება პასუხებს ლიდერებისაგან როდესაც ისინი აკეთებენ იმას რაც არ უნდა გააკეთონ როდესაც ისინი პირდაპირ მიდიან ეროვნული თავისუფალ დემოკრატიულ და რესპუბლიკელად იქნება იმიტომ რომ ეს ორი პარტია არის რაც მოხდა რომელიც ორგანიზება არის